ფორუმის გახსნის პარალელურად რედისონში ინციდენტი მოხდა. აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებმა ის პლაკატები ჩამოხიეს, რომელიც საკონფერენციო დარბაზის შესასვლელთან იყო გამოფენილი. ადამიანის უფლებების შესახებ ფოტოკოლაჟი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა. აზერბაიჯანის დელეგაციის წევრების განცხადებით, მხოლოდ ერთი ქვეყნის მაგალითის გამოტანა მათთვის მიუღებელია. არავინ არ უარყოფს შეცდომებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი უარესია სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ ვითარდება. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა მაინც და მაინც აზერბაიჯანის პრეზიდენტის შესახებ და ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დემონსტრირება. რატომ არ არის ჩვენი პლაკატები სხვა რესპუბლიკებთან ერთად გამოფენილი? სწორედ ეს გავაპროტესტეთ ჩვენ. მოვითხოვეთ პლაკატების ჩამოხსნა და უარის მიღების შემდეგ ჩამოხიეთ ის. როგორც ყველა პლაკატები, ესეც ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას, ოღონდ აზერბაიჯანში. აქ ასახულია პრეზიდენტის ქონება, ოჯახი და ის თუ რა პრივილეგიებით სარგებლობს პრეზიდენტი და როგორ მართავს ქვეყანას, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები. სწორედ ამან გაახიზიანა აზერბაიჯანული მხარე. სამწუხარო ფაქტია, როდესაც ასეთი ტიპის ინციდენტები ხდება ხოლმე ფორუმებზე, თუმცა მინდა გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხშირად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, საკმაოდ კონფლიქტური რეგიონია, არსებობს შიდა დისკუსიებიც, იცით რომ ადამიანებს იჭერენ და ძალიან დაძაბულები არიან და აქვს განსხვავებული შეხედულებები.